მრავალპროფილიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა, სადაც მოსახლეობა ხელმისაწვდომ ფასებში ციფრულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას შეძლებს. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში 150-მდე მაღალკვალიფიციური ექიმი და სამედიცინო პერსონალია დასაქმებული. 25 საწოლიანი კლინიკა ყველა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერია და ნებისმიერი ასაკის პაციენტს შეუზღუდავად მოემსახურება. ცენტრი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მოახლოეს მომავალში საქართველოს ყველა რეგიონში მალე ფუნქციონირებას ევროპული დონის კლინიკები დაიწყებს, სადაც გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარება მსურველებისათვის ხელმისაწვდომი იქნება. ესე იგი, ეს არის მოზრდილ ბავშვთა კლინიკა, დღესდღეობით ქალაქებით ეს საკვების მისაღები მაგიზები გახლავთ, მინდა გაჩვენოთ, ესე იგი, აქ არის ესე დიაგნოსტიკის ნაწილი, ქვემო დიაგნოსტიკა აქ გრძელდება, ესე იგი, ანუ ინფორმაცია მიეწოდება პრეპარატს, არ ხდება შეცდომა, სხვა პაციენტს სხვისი დიაგნოზი არ ესმევა და ექიმ შეუძლია მიიღოს ეს ანალიზების პასუხი უკვე მის კომპიუტერში. აქ ეს პირველი ლაბორატორია ბატონ პრეზიდენტო, სადაც არის დანერგილი კომპიუტერული მართვის სისტემა. ესე იგი, პრაქტიკულად ყველა შესაძლო ანალიზს თვითონ აპარატურა გამორიცხავს. და ესე იგი, ჩვენ ამით გვინდა მივახციოთ, რომ მაქსიმალურად არ მოხდეს არანაირი გადანა საზღვარგარეთ ჩვენი ანალიზების და თვითონ გადამოწმება ყველა ანალიზის მოხდეს აქვე საქართველოში. ბატონ დავითთან ერთად ჩვენ გავხსენით კლინიკა ძველ ლეჩკომბინატში, ეს იყო როცა ვაკის დეპუტატი ვიყავი მე. ოღონდ განსხვავება იმ დროისა და ამ დროის შორის, ახლა ბატონ დავითთან ერთად ლაპარაკობდი, რომ აი ამ ყველაზე თანამედროვე კლინიკაში და მართლა ეს არის უმაღლესი სტანდარტი, გაკეთებული ძალიან მაღალი დონის პროფესიონალების მიერ. აქ განსხვავებით იმ ძველი დროისგან შეუძლია მოსვლა ყველა შეძლების ადამიანს, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო რამდენიმე წელი გვაქვს დაზღვევა მათ შორის სოციალურად დაუცველების. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც მართლა ყოველდღიურად შეიძლება არსებობა უჭირდეს, იმის გამო რომ ეს პოლისი მოვიდეს ამ ყველაზე მაღალი დონის კლინიკაში. 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმა არის სწორედ ის, რომ საქართველოში ყველა კლინიკა იქნება ან ამ დონის, ამ თითქმის ამ დონის. მაგრამ თავარი არის, რომ ეხლა ექიმები და აქ არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, რომ ყველგან იყოს ამ კვალიფიკაციის ექიმები და კიდევ უფრო მაღალისაც, იმიტომ რომ ცოდნა იზრდება და მეორე მხრივ ყველა ეს კლინიკა იყოს იმისათვის, რომ ხალხისთვის იყოს, არა სადღაც ზოგადად, არამედ ხალხს შეძლოს აქ მოსვლა და თავის ჯერითი პროფილაქტიკა დაავადებების და შემდეგ თუ გვერდმა ყველა საცილო ავადმყოფობის მკურნალობა. და ეს არის, რომ არა მხოლოდ ის, რომ უბრალოდ გაკეთდება მოდერნიზაციის გეგმით, საქართველოს აი ყველა იქნება ესეთი. მაგრამ ხალხს უნდა მიუწევოს ხელი და მე მინდა დავიწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ 25 საწოლიანი კლინიკა განყოფილია ყველა ასაკის პაციენტისათვის, როგორც ბავშვთა განყოფილება, ისე უფროსების. ძირითადად აქცენტი იქნება გეგმიურ ოპერაციებზე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ყველა რაიონში საქართველოში ყველა მოქალაქისთვის გვექნება უკვე ახალი კლინიკა შეთავაზებული, ახალი სერვისები. მიშას თავისუფლების ლაბორატორია